ოსები უკვე გარბია ჩვენი მიწაწყლიდან. ხო და პატრიარქის შინაგანი მდგომარეობა და გათვლა არის ასეთი. დროულად თუ არ მოვლენ ოსები და აფხაზები გონზე მალე ეს ტერიტორიები მათ გარეშე დაბრუნდება. ეს ტერიტორიები აუცილებლად დაბრუნდება. აუკლარჯეთიც და საინგილოც დაბრუნდება. როგორც ლაზარე გაიხსნა, ხელი მოძრა, ფეხი მოსძრა, ის რაღაც უკვე გახსნილი იყო და 4 დღის გარდაცვლილი იყო. აღადგინა უფალმა და ყველაფერი გაცოცხლა და აღსდგა და გამოვიდა საფრავიდან და ტყუილად არ დაერქვა ლაზარე საქართველო. საქართველოც ბოლო ჟამის ნიშნებში აღდგება. იმიტომ ნათქვამია რომ ახალი აღთქმის ქვეყანაში ხარობსო, ვაზიო, ლევსულელიო და ისეთი რამეებია ჩამოთვლილი, რომ არ არსებობს ეს საქართველოზე არ იყოს ნათქვამი. თანაც ახალი აღთქმის ქვეყანა მსოფლიოს თვალყურის ქვეშ მოიქცევა. ესეც არის. 300,000 არმია მოადგება დიდი მთებიდან, კავკასიონის მთებია, მე მგონი აღწერა. ყველაფერია, კოსმოსის ზუსტად. და ჩვენ გვეგონება, რომ აი ეს გვიხსნის, ის დიდი ქვეყანა დაგვეხმარება, ეს მეფე გვიხსნის. დაიწყო პროცესი მაქედან გამოსვლა. ამ დროს რა მომენტი არის, იცი რომ ჩვენ ყველა ადამიანი რო უკვე ამოვწურავთ ჩვენი იმედებს, მატერიალური თვალსაზრისით დიდი ქვეყნის იმედებს რო ამოვწურავთ და რო ამოვწურავთ მეფეების იმედებს, ამ დროს ღმერთი იხსნის საქართველოს და გააერთიანებს, ავადგეს როგორც ლაზარეს. ხო და მაშინ გამოჩნდება მთელ მსოფლიოში, რომ ეს არის წინხვდომი ქვეყანა, დიდი ღვთისმშობლის და ახალი აღთქმის ქვეყანა. ამ სასწაულით გამოაჩენს ყოველთვის.